ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, სერგო კობალავა იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას რადიო იმედის არხზე. პირდაპირ ეთერში ვართ დღეს, შაბათია, აქედან გამომდინარე ჩვენ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო საკითხზე. გვეყოლება სტუმარი, რომელიც გაგვცემს ამომწურავ პასუხებს. კითხვები შეგიძლიათ დასვათ თქვენს, აქტიურად ჩაერთოთ ჩვენთან საუბარში. ამისთვის შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 292 1188 292 1199, ასევე თემიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეკითხვები გამოაგზავნოთ იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდზე. მისამართი ძალიან ადვილია იმედის კლინიკა რადიო იმედი. და კიდევ ერთი შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენ ამ გადაცემებს ავერსის კლინიკასთან ერთად ვამზადებთ. მას მოემზადეთ და რამდენიმე წამში დღევანდელ სტუმარს მივესალმოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ მეგობრებო, დღეს ასეთი საკითხი შევარჩიეთ თქვენთვის. ამნიოცენტეზი რას წარმოადგენს ეს გამოკვლევის მეთოდი, როგორ ტარდება ზოგადად ამნიოცენტეზი, ვის უტარდება სკრინინგული ჯგუფი, რისკ ჯგუფი ქალბატონებისა, ფეხმძიმე ქალბატონებისა, ვისთვისაც აუცილებელია ამნიოცენტეზის ჩატარება, რა ინფორმაციას გვაძლევს გამოკვლევის ეს საშუალება. მოკლედ აი ამ საკითხებთან მიმართებაში დღეს გვეყოლება ჩვენ სტუმრად ავერსის კლინიკის გინეკოლოგი ქალბატონი მარინა მაჩაიძე. მადლობას გადავუხთ იმას მობრძანებისთვის, გამარჯობათ. ბატონ მარინა, ცალკე ჩვენ არ გაგვიხილავს არასოდეს ამნიოცენტეზი, თუმცა როგორც გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით, დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ ფართოდ პრინციპში გამოიყენება კვლევის ეს მეთოდი ორ სულებში. ძალიან მოკლედ მოდით ვთქვათ, რა არის ამნიოცენტეზი, რა სადიაგნოსტიკო მეთოდთან აქვს შეხება ამ შემთხვევაში და მოკლედ ალბათ საინტერესო იქნება, როგორ დაინერგა საერთოდ ამნიოცენტეზი და რატომ გახდა აუცილებელი კვლევის ამ მეთოდის შემუშავებისა. ამნიოცენტეზი სიტყვით თუ გადავთარგმნით, ეს არის ბერძნული სიტყვა. ამნიონი ნიშნავს სანაყოფე-გარს, ხოლო ცენტეზისი ნიშნავს გახვრეტას თვითონ სიტყვა. აქედან გამომდინარე, ამნიოცენტეზი არის სანაყოფე-გარსის გახვრეტა, მუცლის ფარიდან ხდება გახვრეტა, სანაყოფე სითხის მიღება და შემდგომში მისი ციტოგენეტიკური კვლევა. პირველად ეს ოპერაცია თუ ისტორიას მივყვებით, ჩატარებული იქნა 1956 წელს ინგლისში, ესეთი მეცნიერი იყო ბევისი, მის მიერ. მან ეს მეთოდი გამოიყენა რეზუსუარყოფითიან ქალებში ჰემოლიზური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების მიზნით. სხვათა შორის, ეს კვლევის ეს მეთოდი დღეისათვის იგივე შემთხვევაში აქტუალურად რჩება. ანუ რეზუსუარყოფითიან ქალებში დღეისათვისაც ძალიან აქტუალურია. რაც შეეხება ფორმებს, არსებობს ადრეული ამნიოცენტეზი, ეს არის 8 კვირიდან 14 კვირამდე, მოგვიანებითი 14 კვირის შემდეგ. ოპტიმალური ვადა არის 20 კვირამდე უნდა ჩატარდეს ამნიოცენტეზი. თვითონ თუ ეს ფაქტი გვაინტერესებს, როდის დაინერგა და ჩვენთან საქართველოში უკვე კარგი ხანია ეს პროგრამა მოქმედებს, არის სკრინინგული გამოკვლევის პროგრამა და როდესაც ქალბატონები მოგმართავენ ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამით, ჩვენ მათ უტარებთ ამის თაობაზე ინფორმაციას, ვურჩევთ მათთვის საინტერესო ოპტიმალურ დროს, ვუნიშნავთ, როდის უნდა ჩაიტაროს ამნიოცენტეზი არა მხედველობაში, სკრინინგული კვლევები, რომელიც შეიძლება შემდგომში დამთავრდეს ამნიოცენტეზითაც. თუ გნებავთ უფრო დაწვრილებით გასაგები ალბათ რომ ყველა ორსულს არ უტარდება შესაბამისი სადიაგნოსტიკო პროცედურა. არა. ესე იგი, პრენატალური სკრინინგი ზოგადად ვიტყვი, რომ საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ყველანაირი პათოლოგია არა, რა თქმა უნდა, ძირითადად ქრომოსომულ პათოლოგიებზე არის საუბარი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ასე ვთქვათ, პირველ პლანზე დგას ისეთი დაავადებები, როგორც არის ქრომოსომული ტრისომიები. ეს არის დაუნის სინდრომი, 21 ქრომოსომის ტრისომია, ეს არის ედვარდსის სინდრომი, მე-18 ქრომოსომის ტრისომია, მე-13 ქრომოსომის ტრისომია არის პატაუს სინდრომი. აგრეთვე შეიძლება იქნეს გამოვლენილი ნერვული მილის განვითარების დეფექტი, ნაყოფის მუცლის კედლის განვითარების დეფექტი და სმიტ-ლემცი-ოპიცის სინდრომი.
ჩვენს ქვეყანაში პრენატალური სკრინინგი შედგება 3 ეტაპისაგან. პირველი ეტაპი ეს არის ნაყოფის კისრის ნაოჭის განსაზღვრა, რომელიც ხდება 11 კვირა 2 დღიდან და 14 კვირა 2 დღემდე. ეს ხდება ულტრაბგერითი კვლევით ალბათ. ეს არის ჩვეულებრივი რუტინული ულტრაბგერითი კვლევა, რომელსაც ჩვენ უტარებთ ამ ვადაზე ყველა ორსულს, აი კატეგორიული მოთხოვნა ამ კვლევის ჩატარების. შემდგომში უკვე კეთდება ტრიპლეტ ტესტი, ამისათვის სპეციალურად ვიბარებთ 15 კვირა 0 დღიდან და 20 კვირა 0 დღემდე, სასურველია უფრო ესე 15 კვირის შემდგომში მოხდეს ამ ტრიპლეტ ტესტის გაკეთება. ეს არის დედის ვენური სისხლიდან ესტრადიოლის ალფა-ფეტოპროტეინის და ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინის განსაზღვრა. და მესამე ეს არის აუცილებელი სამიანო ულტრაბგერა, რომელიც ტარდება ორსულობის 18 კვირა 0 დღიდან და 22 კვირა 0 დღემდე. ეს ხოთაშორის ეს იმ ქალბატონებში, რომლებიც იმყოფებიან ორსულთა მეტვალყურეობის პროგრამით, ეს ვიზიტი არის უფასო, მე ამას მინდა ხაზი გაუსვა და ეს სამიანო ულტრაბგერაც კეთდება აბსოლუტურად უფასო. ანუ კიდევ ერთხელ დავწვრილმანდეთ საფეხურეობრივი თვალსაზრისით. პირველ რიგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის ბანალური ულტრაბგერითი კვლევა და რაღაც საეჭვო ნიშნების არსებობის შემთხვევაში შემდგომ შეეთავაზება ორსულს დამატებითი სკრინინგული კვლევების ჩატარება, სანამ ის მივა ამნიოცენტეზის ჩატარებამდე. რა თქმა უნდა. ეხლა ამნიოცენტეზი კეთდება იმ შემთხვევაში, თუ აი ეს სამივე რაც ჩამოვთვალე, აი რომელიმე კვლევაში იქნება რაღაცა დარღვევა. მაგალითად, თუ კისრის ნაოჭის სისქი არის მომატებული. ასეთ შემთხვევაში ეს უკვე ითვლება, რა თქმა უნდა, რისკის ჯგუფად. გადავდივართ მეორე ეტაპზე, ტრიპლეტ ტესტს ვაკეთებთ აუცილებლად თქვათ მე 15 კვირაზე, იქ იქნება აუცილებლად იქნება თუ არ იქნება, მაინც უნდა იქნეს მიწოდებული, შეთავაზებული უნდა იქნეს ამნიოცენტეზი, ვინაიდან ასეთი სკრინინგული კვლევებით ხაზი უნდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ 100%-იანი დიაგნოსცირება არ ხდება. ამიტომ თუ რაიმე ესე იგი საეჭვო ნიშანი იქნა გამოვლენილი, აუცილებლად ამას ვთავაზობთ დედას, რომ ჩაიტაროს შემდგომში უკვე უფრო ინვაზიური პროცედურა, რასაც ეწოდება ამნიოცენტეზი. თქვენ თუ გაინტერესებთ მე ამ რისკ ჯგუფების შესახებ, უფრო დაწვრილებით ჩამოვთვლი, შემიძლია ჩამოვთვალო. საინტერესოა, რადგან არსებობენ ოჯახები, რომელთა შიგნით უკვე დაფიქსირებული არის ესა თუ ის ქრომოსომული პათოლოგია წარსულში. ამ შემთხვევაში პირდაპირ ამნიოცენტეზს თავაზობთ ხოლმე ორსულებს, თუ აქაც ტარდება ისეთი საფეხურეობრივი კვლევები, როგორც დაუშვათ სხვა ორსულებში, ვის ოჯახშიც არ იყო დაფიქსირებული ადრე ესა თუ ის შთამომავლობითი ან ქრომოსომული დაავადება. აი ხა მე ზუსტად ჩამოვთვლი და თქვენ მიხვდებით, რომ ეს თქვენ მიერ დასმული კითხვა იყო ძალიან მართებული. ესე იგი, თანმიმდევრობით მივყვები, როგორც არის პროგრამით გათვალისწინებული. ესე იგი, ორსულს და მის პარტნიორს ან ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გენეტიკური დაავადება ან თანდაყოლილი პათოლოგია. იგი რა თქმა უნდა შედის სკრინინგის ჯგუფში. მეორე, ორსულს, მის პარტნიორს ან ოჯახის რომელიმე წევრს ყავს შვილი თანდაყოლილი ან გენეტიკური პათოლოგიით. ასევე უკეთდებათ. ორსულს, მის პარტნიორს ან ოჯახის რომელიმე წევრს ყავს შვილი ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენით. აქ იგულისხმება არ არის აუცილებელი მხოლოდ ფიზიკური იყო, თუნდაც აუტიზმი ან მსგავსი რაღაც დაავადება, ესეც რისკის ჯგუფია. ორსული, რომელიც ანამნეზში აღნიშნავს მკვდრად შობადობას ან ჩვეულ აბორტებს, 3 და მეტი ჩვეული აბორტი თუ აქვს, თუნდაც იყოს ეს მცირე ვადაზე. ისინი ჩედიან რისკის ჯგუფში. ორსულები თვითნებურად შეწყვეტის საშიშროება, როდესაც დგას, აი ორსულად არის, მაგრამ მას უხდება ამა თუ იმ პრეპარატების მიღება, იმიტომ რომ ორსულობა შეიძლება თვითნებურად შეუწყდეს. აი ესეთი ორსულები ჩედიან რისკის ჯგუფში. ასაკობრივი ბარიერი არსებობს 35 წელი და ზემოთ, ეს არის უკვე მომატებული რისკის ჯგუფი. თუ ორსულს აქვს ინსულინ დამოკიდებული დიაბეტი, რისკის ჯგუფია, ხელოვნური განაყოფიერებაა შეტანილი რისკის ჯგუფში. ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოგოლიზმი ასევე არის რისკის ჯგუფი. ნაყოფის ულტრაბგერითი კვლევით განვითარების მანკების აღწერა, ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რისკის ჯგუფია და ორსულობის პერიოდში მავნე ფაქტორების ზეგავლენა. აი ეს არის ის რისკ ჯგუფები, რომელ შემთხვევაშიც აუცილებელია ჩატარდეს ეს სკრინინგული კვლევა. დიდი მადლობა, ჩვენ ამ საკითხზე განვაგრძოთ საუბარი გადაცემის მეორე ნაწილში. ყველა შეგახსენებთ, დღეს საუბრობ თემაზე ამნიოცენტეზი, ავერსის კლინიკის გინეკოლოგი ქალბატონი მარინა მაჩაიძეა ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ.
იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. მაშ მეგობრებო, განვაგრძოთ იმედის კლინიკა, ჩვენი საუბრის თემა გახავთ ამნიოცენტეზი, გალბატონი მარინა მაჩაიძეა ჩვენი სტუმარი. რამდენიმე კითხვა, რომელიც Facebook-ის საშუალებით იყო მოსული, მოდით ამ კითხვებსაც მივხედოთ. რამდენად მავნეა ორსულობის დროს პასიური მწვეველობა, აინტერესებს რადიო მსმენელს. ნუ რა თქმა უნდა მავნეა. და არ გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა მავნეა. შეიძლება თუ არა გამოკვლევის დროს ამნიოცენტეზს გულისხმობს ალბათ რადიო მსმენელი შიზოფრენიის დადგენა. იცით რა, ახლა გამოკვლევის დროს შიზოფრენიის დადგენა ანუ რისკი ალბათ რამდენად მაღალია. ნუ შეიძლება ახლა სადღაც ახლა თეორიულად ეს ალბათ შესაძლებელია თუ ეს არის აღებული იქნა ალბათ უფრო ქსოვილი ნაყოფის ქსოვილი ან ტვინიდან ეს უკვე არის ფეტოქირურგია, რომელიც ჩვენთან არ კეთდება და აი საქართველოში და ჩვენ რეგიონში ეს უკვე რაღაც ცოტა ისეთი ოცნების დონეზეა ჯერჯერობით. შეიძლება თუ არა ძუძუს წოვის დროს ქალმა მიიღოს ანტიბიოტიკი და კონკრეტულად რომელ ანტიბიოტიკს გვიჩვენებს? იცით რა, რა თქმა უნდა შეიძლება რომ მიიღოს, კი არა და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც არის. ეს უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით და პირველი რიგის ანტიბიოტიკებად მიჩნეული არის პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკები, გარდა ამისა არის მთელი რიგი ცეფალოსპორინები, რომელიც გაბედულად და უსაფრთხოდ ინიშნება. რას ნიშნავს დიაგნოზი პლაცენტის წინამდებარეობა და რამდენად საშიშია ის? პლაცენტის წინამდებარეობა ნიშნავს, როდესაც პლაცენტის მიმაგრების ადგილი არის საშვილოსნოს ყელის ცერვიკალურ არხთან რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლოს. ხშირ შემთხვევაში იგი შეიძლება მთლიანად ფარავდეს საშვილოსნოს ყელს, არის ნაწილობრივი და არის სრული წინდებარეობა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული დიაგნოზი, ასეთ შემთხვევაში ფიზიოლოგიური მშობიარობა წარმოუდგენელია, კეთდება საკეისრო კვეთა. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ გადაცემის დაწყებამდე. მუკოვისციდოზი, ესეც ქრომოსომული პათოლოგია, რამდენად შეიძლება მისი დადგენა ამნიოცენტეზით? ნუ ამნიოცენტეზითაც ახლა ისევე ამ ფეტოქირურგიაზე მინდა რომ გადავიდე. მუკოვისციდოზის დადგენა ხდება ნაყოფის პერიფერიული სისხლიდან და პრინციპში ამნიოცენტეზის საშუალებით თუ კი მოხდება ის უკვე არის ფეტოქირურგიის დონეზია, თუ კი მოხდება ნაყოფის პერიფერიული სისხლის აღება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დადგინდება, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში მსგავსი ოპერაციები არ ტარდება. ძირითად საკითხს დაუბრუნდეთ ისევ, ამნიოცენტეზი აქვს თუ არა რაიმე გართულება ამ გამოკვლევის ამ მეთოდს? თავისი უკუჩვენებები დაუშვათ ვის არ შეიძლება ჩაუტარდეს ამნიოცენტეზი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კონკრეტული ქალბატონი იყოფებოდეს რისკის ჯგუფში. დიახ. ნუ იმისათვის რომ ჯერ უკუჩვენებები გამიხილოთ, მოდი ჯერ გამიხილოთ რა შემთხვევაში კეთდება ეს ამნიოცენტეზი. ნუ ამნიოცენტეზის ჩვენებები ეს არის პირველ რიგში პრენატალური დიაგნოსტიკა თანდაყოლილი და მემკვიდრული პათოლოგიების გამოვლინების მიზნით, ანუ ციტოგენეტიკური ანალიზის ჩატარების თვალსაზრისით. ამნიოცენტეზის ჩვენებას წარმოადგენს ასევე ამნიორედუქცია მრავალწყლიანობის შემთხვევაში. მოგეხსენებათ არის ესეთი პათოლოგიაც. ამნიოცენტეზი კეთდება, ნუ ეხლა ცოტა უხერხული ამაზე საუბარი, მაგრამ მეორე ტრიმესტრში სამედიცინო აბორტის შემთხვევაში, სამედიცინო ჩვენებით აბორტის შემთხვევაში ნაყოფის გამოძევების თვალსაზრისით, იგივე ამნიოცენტეზი კეთდება და ხდება ამნიონურ სითხეში სხვა წამლის შეყვანა, ესე ვთქვათ, რომ აღძრული იქნეს მშობიარობა ნაადრევი. და რაც შეეხება ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ფილტვის სულფაქტანის სიმწიფის გამოვლენის თვალსაზრისით ნაყოფის ფილტვის სიმწიფეზე მაქვს საუბარი, ასევე ინფექციური აგენტის გამოვლენის თვალსაზრისით და ჰემოლიზური დაავადების დროს. ეს არის რეზოსუარყოფითიან ქალებში. აი ესეთ შემთხვევაში ეს არის უკვე პირდაპირი ჩვენება ამნიოცენტეზისთვის. ამნიოცენტეზი კეთდება, აი ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ფეტოქირურგიის შემთხვევაში და არის ასევე ფეტოთერაპია. ანუ ეს ფეტოთერაპია ნიშნავს, რომ ფეტოპლაცენტარულად ხდება უკვე ნაყოფში ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების შეყვანა. ანუ ეს არ არის მხოლოდ დიაგნოსტიკური მეთოდი. არ არის, ეს არის დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდით. ახლა რა შემთხვევაში არის უკუჩვენება? ნუ ჩვენებები პრაქტიკულად ჩამოვთვალეთ, უკუჩვენება არის, როდესაც ქალი იმყოფება
თვითონ აქვს მას რაიმე მწვავე დაავადება, თუნდაც ექსტრაგენიტალური, თუნდაც გრიპოზული მდგომარეობა, სიცხე აქვს რაღაცა ესეთი მდგომარეობა, ამ შემთხვევაში არ არის ჩარევა საჭირო, შეიძლება მოვიცადოთ, გადავდოთ, ვინაიდან ერთ-ერთი გართულება, რომელიც შეიძლება ამნიოცენტეს მოყვეს, სერიოზული გართულება, მიჩნეული არის, რომ ეს არის ინფიცირება. როგორც ნაყოფის, შემდგომში დედის ინფიცირებაც ადვილად შესაძლებელია. ქალბატონ მარინა, საინტერესოა, რამდენად 100%-იანია ის პასუხი, რომელიც მიღებული იქნება ამნიოცენტეზის დროს ციტოგენეტიკური კვლევის შედეგად, იმიტომ რომ ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დგება როგორც გინეკოლოგი, ასევე პირველ რიგში ოჯახი, ვის ოჯახშიც უნდა გაჩნდეს ბავშვი, როდესაც მას ექიმი ეუბნება, რომ თქვენს შვილში შედარებით მაღალია ან ძალიან მაღალია ამა თუ იმ ქრომოსომული დაავადების განვითარების რისკი. მე თუ გნებავთ, შემიძლია მოგიყვანო სტატისტიკური მონაცემები. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ პრენატალური სკრინინგი არ იძლევა 100%-იან პასუხს, ხოლო რაც შეეხება პროცენტულ თანაფარდობას, უბრალოდ შემიძლია წავიკითხო სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, ტრისომია დაუნის სინდრომის შემთხვევაში 21 ქრომოსომის ტრისომიის დროს 100 შემთხვევიდან 80 შემთხვევაში. პატაუს სინდრომის დროს 62 შემთხვევაში, ედვარდსის სინდრომის დროს 67 შემთხვევაში, ხოლო ისეთი ნერვული მილის განვითარების დეფექტები, როგორც ანენცეფალია, ზურგის ტვინის თიაქარი 97 შემთხვევა 100-დან და 80 შემთხვევა 100-დან. ხოლო ისეთი პათოლოგიები, როგორც არის ნაყოფის კედლის განვითარების დეფექტი 100 შემთხვევიდან 85 შემთხვევაში და სმიტ-ლემცი ოპიცის სინდრომის შემთხვევაში 100 შემთხვევიდან 60 შემთხვევაში. ასე რომ ეს 100%-იანი მაინც არ არის. გადაწყვეტილება საბოლოოდ იღებს ალბათ მშობელი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა მშობელი იღებს. რას ვთავაზობთ ამ შემთხვევაში? ძალიან რთულია ალბათ ამ საკითხზე და ამ თემაზე საუბარი, ანუ გამოსავალი რა არის? მიღებული იქნა პასუხი და დადგა ოჯახი იმის წინაშე, რომ აქ შეიძლება ქრომოსომული დაავადება განვითარდეს. ახლა ეცეთ რა შესაქმეა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ, იმიტომ რომ ქრომოსომული პათოლოგია ეს არ არის, ესე ვთქვათ, განკურნებადი, ეს არც ამით არც ინფიცირება ხდება და რა თქმა უნდა შემდგომში არც განკურნება, ეს პრაქტიკულად არავინ არ იცის, რატო ხდება ეს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერაფერს ცვლილებას ვერ ვთავაზობთ, გარდა რაზეც ჰქონდა იმ თავში საუბარი, ეს არის სამედიცინო ჩვენებით აბორტი, მეორე ტრიმესტრის აბორტი. თუმცა გადაწყვეტილებას როგორც თქვით, იღებს მხოლოდ მშობელი ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა, ჩვენ პრინციპში დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა. დღეს საუბრობდით თემაზე ამნიოცენტეზი. რაიმეს ხომ არ დაამატებდით თქვენი მხრიდან, როგორც გინეკოლოგი? მე ჩემი მხრიდან უბრალოდ მინდა დავამატო, რომ ეს მეთოდი დღეისათვის ძალიან დაიხვეწა. ტექნოლოგიურად არის ძალიან სრულყოფილი, არაფერი არ კეთდება ბრმად, როგორც ეს ადრე იყო და ეს ყველას ეშინოდა, რომ ნაყოფი არ დაზიანდეს, პლაცენტა არ დაზიანდეს. ეს კეთდება ულტრაბგერითი კონტროლით, მონიტორზე ექიმი ძალიან კარგად ხედავს, რა სიღრმით და რა ტრაექტორით მოძრაობს ის უწვრილესი ნემსი, რომლიდანაც ხდება სანაყოფე სითხის ამოღება და აქედან გამომდინარე მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს არის პრაქტიკულად უსაფრთხო მეთოდი. ამიტომ თუ კი რაღაცა საშიშროება და ეჭვი არსებობს, მე მგონია ჯობია რომ მაინც გაკეთდეს საბოლოო კვლევა დაიდოს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით ამნიოცენტეზზე, აი ამ საკითხზე. ავერსის კლინიკის გინეკოლოგი ქალბატონი მარინა მაჩაიძე იყო ჩვენი სტუმარი. მე იმედი მაქვს მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. მადლობა. ნახვამდის. ჩვენ კი ამით ამოწურო დღევანდელი გამოშვება. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.